პრესის თავისუფლების მაჩვენებლით ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ მხოლოდ თურქეთს, ბელარუსს და რუსეთს. ამავე სერიის გაგრძელებად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს რეჟიმის კიდევ ერთი საჩუქარი. პროტესტის გამოსახატად ტროტუარზე დგომაც დასჯადი ხდება. ოლიგარქის პარლამენტმა მორიგი რეპრესიული კანონი მიიღო. არა მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნების გამო, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე მოქალაქეები კონკრეტულ ლოკაციაზე შეიკრიბებიან, კანონის მიხედვით გათვალისწინებულია 15-დღიანი პატიმრობა. განმეორებით შემთხვევაში კი პირის მიმართ საქმე სისხლის სამართლის წესით აღიძრება. რა თქმა უნდა, მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან ქვეყნის ძირითად კანონში გასაგებად წერია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ. პარალელურად კიდევ უფრო მყარდება BBC-ს საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის ვერსიები ოცნების რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. პარალელურად კობახიძე განათლებას და არტიკულაციის უნარებს უწუნებს პროფესორებს და განათლების სფეროს მკვლევარებს, რომლებიც რეჟიმის მიერ ინიცირებულ პროცესებს განათლების სისტემის ნგრევის პრიზმაში განიხილავენ. რეჟიმი მოქალაქეთა უკმაყოფილო ჯგუფების მოცულობას ზრდის, ამრავლებს, თუმცა ამ განწყობების კაპიტალიზება სულ უფრო შეუძლებელი ხდება ტრადიციული პოლიტიკური მეთოდებით. რა უნდა ან შეიძლება მოხდეს, როცა ძველი მექანიზმები გაუქმებულია ან არ მუშაობს. და უკრაინა, ზელენსკის პასუხი ტრამპის მოწოდებაზე არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის პასუხიც თავის მხრივ პუტინის უცვლელი პოზიციით განისაზღვრება, ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდეს.